მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეკვა TV კვლავ ეთერშია. 1999 წლის 9 აპრილი მოსწავლეებმა გაიხსენეს და შექმნეს მის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, რასაც ახლა თქვენ წარმოგიდგენთ. 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 9 აპრილი არის უნიშნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც დააჩქარა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. ეს დღე სამუდამოდ ჩაიბეჭდა ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც ტკივილის, გმირობისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების სიმბოლო. 1999 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა იმპერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სასტიკის სახე. საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ნაწილებმა თბილისის გულში, პარლამენტის წინ, მშვიდობიანი მოქალაქეები დაუნდობლად დაარბიეს. რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა, ცივსისხლიანად გათელეს და შეურაცხყვეს მათი ღირსება. შედეგად დაიღუპა 21, ხოლო გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. შეიარაღებულმა სამხედროებმა სცადეს დაეთრგუნათ, გაეტეხათ და ჩაეხროთ მოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება, მაგრამ ამ მოვლენამ პირიქით, ხალხში გაამძაფრა პროტესტის გრძნობა და დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი. ის ღამე ქართველი ხალხის მეხსიერებაში რჩება, როგორც საშინელი კოშმარისა და ამავდროულად მიიჩნევა თავისუფლების გამოღვიძების დღედ. და ზუსტად 2 წლის შემდეგ, იმავე 9 აპრილს 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სისხლით მოპოვებული გამარჯვება და ჩვენი გმირების უსაზღვრო თავდადების შედეგი ამ მოვლენით დაგვირგვინდა. დღეს, 36 წლის შემდეგ, დიდ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის. ისინი იყვნენ სხვადასხვა ასაკის გულანთებული პატრიოტები, რომლებიც უკუდავ გმირებად იქცნენ. აზა ადამია 22 წლის, ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის, ეკა ბეჟანიშვილი 15 წლის, ნატო გიორგაძე 23-ის, თამუნა დოლიძე 28-ის, თინა ენუქიძე 70-ის, ნინო თოიძე 22-ის, ზაირა კიკვიძე 71-ის, მანანა ლოლაძე 34-ის, თამარ მამულაშვილი 50-ის, ვენერა მეტრეველი 45-ის, მამუკა ნოზაძე 21 წლის, ნანა სამარგულიანი 41-ის, შალვა ქვასროლიაშვილი 35-ის, მარინა ჭყონია სამარგულიანი 31-ის, ელისო ჭიპაშვილი 25 წლის, თამარ ჭოველიძე 16 წლის, ნოდარ ჯანგირაშვილი 40-ის, ზია ჯინჭარაძე 43-ის, მანანა მელქაძე 26-ის, გია ქარსელაძე 25-ის. მათი სახელები ჩვენი თავისუფლების ქვაკუთხედად იქცა. 9 აპრილს საქართველოს ისტორიაში ენიჭება სიმბოლური დატვირთვა. ამ დღემ გვასწავლა, რომ თავისუფლება იმდენად ღირებულია, რომ მის მოსაპოვებლად ადამიანები საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. მოგესალმებით, ეს არის ვეკვა TV-ს რუბრიკა 5 კითხვა მასწავლებელს, ხოლო მისი წამყვანი მარიამი ვარ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი არის ქალბატონი ნინო ნასყიდაშვილი. იგი არის ვეკვაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. საინტერესოა, რომ ის ასევე ასწავლის სტანდარტზე და მომსახურებას, როგორიც არის ლიტმცოდნეობა და მე-20 საუკუნის პოეზია. მოგესალმებით მას. მოგესალმებით, სასიამოვნოა ძალიან თქვენთან სტუმრობა. ასწავლიდეთ ქართულ ენასა და ლიტერატურას ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია. ამიტომაც მინდა გკითხოთ, თუ რა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა, რომ ეს პროფესია აგერჩიეთ. ძალიან საინტერესო კითხვა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემაა, ზოგადად საფიქრალად, იმიტომ რომ ცოტა დიდი გზა გამოვიარე, სანამ მივხვდებოდი კონკრეტულად რა მინდოდა. პირველი და მთავარი ოღონდ იყო ის, რომ მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა. ოღონდ რატომღაც სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ მათემატიკის მასწავლებელი უნდა ყოფილიყავი. ნუ მე ხა ეს ისტორია ძალიან დიდია და ასე დაძრულებით არ გავყვები,
მოხდა ისე, რომ ჩავაბარე ტექნიკურ ჯგუფში, ის ჯგუფი არ შედგა, მე მოხდი საბუნებისმეტყველო გახრაზე, მე ჩავაბარე სამედიცინოზე და 2 წლის შემდეგ, სადღაც რომ დავხურეო ყველა მის მეორე კურსი, მოკლედ მე გადავწყვიტე, რომ უნდა აუცილებლად მასწავლებელი ყოფილიყავი და უკვე ცალსახად და გადაწყვეტით ვიცოდი, რომ ქართულის მასწავლებლობა მინდოდა. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა ჩემმა პედაგოგმა. ახლა ბუნებრივიც არის ალბათ, ხო, ჯერო სხვაგან ჩააბარებ და მე შენით ხელახლა რამდენიმე თვეში უნდა გადაემზადო, გაიხსენო ყველაფერი და ხელახლა გამოცდებზე გახვიდე, რომ არა ის დიდი კვალი რაც იმ პედაგოგმა დატოვა, ბუნებრივია, რომ საერთოდ ჩაბარებასაც ვერ შევძლებდი, ხო, ხელახლა ამ გამოცდების. რუსუდან კეკელიძე იყო ჩემი მასწავლებელი, რომელმაც მართლა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ასევე აი იმ რაღაც უნარებმა, რომელიც აი სკოლის მოსწავლეს სადღაც უკვე მე-9 კლასამდე მომცა. ეს იყო კონფერენციებში მონაწილეობა, აი და ამ საკონფერენციო თემაზე მუშაობა. ეს იყო უკვე რაღაცა ერთგვარი მეცნიერული კვლევის ჩანასახი, რამაც ვფიქრობ, რომ ჩემი ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. და ძალიან მიხარია, რომ აქამდე მოვედი. მადლობა. მადლობა თქვენ. კარგი კითხვისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა მოსწავლისთვის ძალიან საინტერესოა თავისი მასწავლებლების სხვა ამპლუაში დაანახვა. ამიტომაც მინდა გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი ინტერესები, ჰობები და რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს. თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არ გვაქვს. ალბათ როგორც ყველა ჩემი მოსწავლე, მეც ვამჯობინებ, რომ ესეც დრო გავატარო ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთად. ეს არის ძალიან ბუნებრივი. თუმცა ამას გატაცებას ბუნებრივია ვერ დავარქმევთ და რაღაც საქმიანობა ალბათ რაც მომწონს არის მაგალითად ყვავილები. ესაც იციან წესით ჩემმა მოსწავლეებმა და სიამოვნებს მოკლედ რა თუ მაქვს ასეთი დრო რომ რაღაცა ცოტა მეტად მოუარო რაღაც გავაკეთო რა თქმა უნდა მიყვარს კითხვა და ვიმარაგებ ხოლმე არდადეგებისთვის რაღაც ციგნებს იმიტომ რომ წლის განმავლობაში ამას ვერ ვახერხებ და როცა მაქვს თავისუფალი დრო მინდა რომ რაღაცა ესე გამოვიყენო დადებითად და ძალიან მიყვარს კიდე ჩემს ოჯახთან ერთად და შვილებთან ერთად ფილმების ყურება როცა რაღაცა ახალი ფილმია და მე ჩამოვრჩი ცხოვრებას, ისინი მეუბნებიან, რომ ეს ფილმი უნდა ვნახოთ აუცილებლად. მე ერთად ვუყურებთ ამ ფილმს და რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე კარგი შემთხვევა არის ზუსტად ასეთ სიტუაციებში ახლობლებთან, ოჯახთან გატარებული დრო. მადლობა. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ესეთი მომენტი, როდესაც უოცნებიათ, რომ კონკრეტული აქტივობისთვის უფრო მეტი დრო დაეთმოთ ბავშვობაში. თქვენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ესეთი მომენტი და ასევე გაგვიზიარეთ აქტივობა. ბავშვობაში რას დავუთმობდი? დიახ, აი თუნდაც იქნება ეს ცეკვა, სპორტი, ხატვა, რაც ეხლა უკეთესად რომ გწოდნოდათ. შეიძლება. ანუ სხვათა შორის ბავშვობაში რაღაც ისე იყო აწყობილი ჩვენი ბავშვობა, ყველაფერი ირგვლივ ახლოს მქონდა და რაღაც მსგავსი ინტერესები როცა გამიჩნდებოდა ხოლმე, ძალიან მარტივი იყო ამ ინტერესების დაკმაყოფილება და ბევრ წრეზე დავდიოდი ხოლმე, მუსიკა, ცეკვა, აი სპორტზე არასოდეს არ მივლია, რო გითხრათ სიმართლე და ალბათ შეიძლება ზუსტად ეგ იყოს, იმიტომ რომ ანუ ძალიან მიყვარს ცურვა. ძალიან მიყვარს ესე ისე ვისწავლე ჩემით მამამ მასწავლა და კარგად ცურავ, უბრალოდ არ ვიცი კარგად. ანუ სწორად თუ ცურავ არ ვიცი, მაგრამ რომ არ ვიძირები არასოდეს და არ ვიხჩობი ეგ ვიცი. და ალბათ აი ცურვაზე რომ მევლო რაღაცნაირად უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით. დანარჩენი ყველაფერი რაღაცა ქსოვა იყო, ქარგვა იყო თუ რაღაცა ამ ინტერესებს ხოლმე მშვენივრად ვიკმაყოფილებდით სკოლის ფარგლებშიც და მე სკოლის გარეთაც, მაგრამ აი სპორტზე არასოდეს არ მივლია. ესე იგი. ბევრ ადამიანს აქვს ისეთი საყვარელი წიგნი, რომელზეც იოცნებებდნენ, რომ თავიდან წაიკითხათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მათზე. თუ არის თქვენთვის ისეთი წიგნი, რომელზეც იოცნებებით, რომ კიდევ პირველად წაგეკითხათ? ძალიან რთული არის ეს კითხვა და ზოგადად მიჭირს და პირდაპირ რომ თქვა არ მიყვარს როცა მეკითხები ან რომელია ერთი წიგნი რომელია ერთი მწერალი ანუ ძალიან რთულია ასე უცებ რომ დავფიქრდები ხოლმე დაკვირვებული ვარ ახლა ბავშვები რაღაც მაგდაგვარს ხშირად გეკითხებიან სხვადასხვა დროს და რაღაცერად გონია ხოლმე რომ რაღაცის გავლენის ქვეშ რო ვარ ან იმ მომენტში რითიც ვარ ახტოვად
გასული, ანუ რაღაცას რომ ასწავლი და ხელახლა რომ არ აღფრთოვანებული, უცებ აი ასეთი წიგნები მომდის ხოლმე თავში, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრია ასეთი წიგნი. თუ ქართულ ლიტერატურაში დავბრუნდებით, ასე ვთქვათ, ვიტყოდი რომ არ ვიცი, აი მაგალითად ერთი-ორი რო ვთქვა ხო შეიძლება და არაერთი მარტო. მაგალითად გამსახურდია ჩემთვის ძალიან საყვარელი მწერალია და ჩემი კვლევაძიების დიდი ნაწილიც მიუძღვენი და დისერტაციაც მას მიუძღვენი და ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ის პირველი შთაბეჭდილება იყო ძალიან დიდი და სხვათა შორის უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ შეიძლება ერთი ნაწარმოები წაიკითხო, ძალიან მოგეწონოს და შეიძლება მერე სხვა ნაწარმოებებმა გაგიცრუოს იმედი. ხდება ხოლმე ასე მწერლებთან, მე მქონია ასეთი სხვა მწერლებთან და გამსახურდია ძალიან მიყვარდა და მე ყველაფერი წავიკითხე, მაგრამ აი მაინც მგონია, რომ ალბათ რომ პირველად რო ვკითხულობდი დიდოსტატის მარჯვენას, ხო, ის ემოციები რაღაცნაირად თავიდან განსაცდელად იქნებოდა საინტერესო. აი მსგავსი განსაკუთრებული განცდა მაგალითად დამეუფლა უკვე დიდი ვიყავი მაშინ, როცა კოელიო გაჩნდა, ასე ვთქვათ, ჩვენს წიგნების მაღაზიებში და პირველად გამოვიდა თავიდან მგონი რუსულად როგორც მახსოვს და მერე ქართულად ნათარგმნიც რო ვნახე და რაღაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან დადებითი განცდები მქონდა. ეს იყო მე მგონი პირველი ნაწარმოები ალქიმიკოსი. ძალიან გატაცებით და რაღაცა მინდოდა რომ ყველაფერი წამკითხა და სიმართლე რო ვთქვა, იქ გავჩერებულიყავი ვერჩივ და აი იმ წიგს თავიდან წავიკითხავდი იმ ემოციით, მაგრამ მერე რატომღაც გონია რომ აი ისეთი აღარ დამრჩა შთაბეჭდილება. მაგასაც წავიკითხავდი თავიდან. და კიდე სხვა რაღაცებს არ ვიცი, ანუ მაგალითად ეხა ის საპროგრამო არ არის და ბავშვები ნაკლებად იცნობენ, მაგრამ შეიძლება ზუსტად მაგიტო ღირდეს დასახელება, რომ გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგს წავიკითხავდი, მაგ განცდით, რომ არ ვიცი და პირველად ვკითხულობ, იმიტომ რომ ესეც ძალიან ემოციური იყო, მახსოვს, როცა ვკითხულობდი. დიახ. მადლობა. ახლა კი ბოლო კითხვის დროა. გაახსენებთ აფორიზმს ვეფხის ტყავსნიდან. თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ ეხსენები. მოერგებით თუ არა თქვენ ამ აფორიზმს? საერთოდ მგონია, რომ ვეფხის ტყავსანი ზუსტად მაგით არის გენიალური, რომ ვერ დაასახელებ თემას, რომ იქამდე არ მიხვიდე და ხუმრობით ხოლმე დამცინიან. ჩემი შვილები სხვა ვინ დაგცინებს აფორიზმას ეძახიან ხოლმე. რატომ? ეხლა იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ჭკუას ვასწავლით აფორიზმებით. უბრალოდ აი ყოველ რაღაც მომენტში შეიძლება გაგახსენდეს ის აფორიზმი და მართლა ზუსტადაც რომ მოირგო შენს თავზე და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი აფორიზმი არის ეგ. აი თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები და მგონია რომ დაიწყო ესე სიღრმისეულად ჩახვიდე. დაიწყო თავისუფლების არსით, რომ რას ნიშნავს საკუთარი თავის ფლობა, რას ნიშნავს რომ თავი ჩემი მემახლავს, რას ნიშნავს რომ ანუ აი ცნობაზე ხარ, გონზე ხარ, აი ყველაფერს ამას რო ნიშნავს და ეს ყველაფერი რომ შენ შეგიძლია მართო, შენ საკუთარ თავს ფლობდე, ანუ შენი თავი შეიცნო ბოლომდე, ეს ნიშნავს რომ მე თავი ჩემი მახლავს ახლა. აი ვინ არის სიდამოსული, სად არის წავასადაო, ეს გზა რო გაიარა ადამიანმა, მას თუ ეს ყველაფერი თან აქვს, ანუ თავი თან მახლავს, მაშინ ღარიბი არ ხარ, ღარიბი მარტოსული, მარტოხელა, თუნდაც ღარიბი ფიზიკურად და სულიერად, იმიტომ რომ ეს არის უკვე ის გააზრება და სამყაროს აღქმა, რომელიც შენიდან იწყება და სამყაროთი მთავრდება თუ სამყაროთი იწყება და შენი მთავრდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს და საკუთარი თავის შეცნობა გაძლევს ზუსტად იმ განსაკუთრებულ რაღაცას, რომლითაც მე შენ შეგიძლია იმ სიტუაციებსაც მოერგო, ის რაღაც სიტუაციები სხვანაირად წარმოიდგინო, რთული რაღაცები გადალახო, მარტოობას გაუმკლავდე, საკუთარ თავს შემოუძახო, ხან რუსთაველის აფორიზმი უთხრა და ხან კიდე შენი მოგონილი სიბრძნე უთხრა და ამით საკუთარი თავი გაამხნევო, ასე რომ მართლა არაჩვეულებრივი ფრაზაა და მე მგონი ყველა ადამიანმა უნდა მოირგოს თავი. გეტყვით. მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხი იყო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა თქვენ მაყურებელყურებისთვის და მადლობა თქვენ ქალბატონ ნინო საინტერესო პასუხებისთვის. ნახვებს. მადლობა.
მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია და ეთერშია ვეკუა ჭუჭურდანაში. მე კი მისი წამყვანი ემილია ხუხუა გახლავართ. დღეს ჩვენ სტუმრად გვეყოლება ჩვენივე სკოლის მე-11 კლასელი ალექსანდრე გვარამია, რომელიც ძალიან ბევრ პროექტსა თუ აქტივობაშია ჩართული და ამ ყველაფერზე გვესაუბრება დღეს. პირველ რიგში როგორ ხარ ალექსანდრე? მადლობთ, კარგად. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ჩვენი პირველი კითხვა ასეთი იქნება. თუ რა აქტივობები და ტურნირები ტარდება სკოლაში და თქვენ როგორ ხართ ჩართული ამ ყველაფერში? კი ბატონო, სკოლაში ტარდება, ძირითადად რასაც გამორჩევდა ეს ალბათ საოლიმპიადო წრეები. საკმაოდ აქტიურად ტარდება ფიზიკის, ქიმიის, პროგრამირებისა და მათემატიკის საოლიმპიადოები და აგრეთვე შეეხება ტურნირებს, მაგალითად ახალგაზრდა საერთაშორისო ფიზიკოსთა ტურნირი და ახალგაზრდა საერთაშორისო ნატურალისტთა ტურნირის მოსამზადებელი წრეები. მე პირადად განსაკუთრებით ჩართული ვარ მათემატიკის საოლიმპიადოში, სადაც კვირაში 4 ჯერ საკმაოდ რთულ ამოცანებებთან შეჭიდებით, ვემზადებით როგორც საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის, აგრეთვე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვისაც. რაც შეეხება ტურნირებს, განსაკუთრებით დიდ მონაწილეობას ვიღებდი ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირში, სადაც 2022 წლიდან 3 ჯერ გავხდით ამ ტურნირზე და საქართველოს ნაკრებთან ერთად მოახერხეთ ერთ შემთხვევაში ვერცხლის და ორ შემთხვევაში ოქროს მედლის აღება აბსოლუტური პირველი ადგილი. და ამ დროისთვის უკვე წელს ვემზადებით ახალგაზრდა ქიმიკოსთა ტურნირისთვის. თავარ თემაზეც რომ ვისაუბროთ მათემატიკის თასზე, რატომ გადაწყვიტეთ ამ ოლიმპიადის ჩატარება და რა ფორმატში ჩატარდა იგი? კი ბატონო, ესე იგი, ამ ცოტა შორიდან დავიწყებ. ამის იდეა მოგვიდა იქიდან, რომ ვეკუას სკოლაში არ არსებობდა, ასე ვთქვათ, ერთიანი ოლიმპიადა, სადაც მე-7-დან მე-12 კლასის ჩასვლით მოსწავლეებს შეეძლოთ მიიღოთ მონაწილეობა, შესაბამისად ასაკობრივ კატეგორიაში. და სწორედ ამიტომ პირველად ეს ოლიმპიადა ჩატარდა შარშან და საორგანიზაციო გუნდში შევდივით მე, ლუკა ჩახნაშვილი, რატი რატიანი, რუსლან კუპატაძე, დემიტრე კოხრეიძე, ვახტანგ ბარამიძე და ილია დოკაძე. და ეს ოლიმპიადა წელს უკვე მეორე ტარდება, პირველი ტური ჩატარდა და მოსწავლეებმა შეძლეს ამ პირველი ტურის დაძლევა. რაც შეეხება თუ რა ფორმატში ტარდება ეს ტური, მოსწავლეებს ჯამში ასე ვთქვათ 3 ტური აქვთ. პირველ ტურში ამოცანების დაძლევის შემთხვევაში და შესაბამისი ქულების მოგროვების დროს გადადიან მეორე ტურში და ანალოგიურ პრინციპით მეორე ტურის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებათ საშუალება, რომ მიიღონ მესამე ტურში, ეგრეთ წოდებულ სუპერ სერიაში. და ეს სუპერ სერია ტარდება უკვე საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადის ფორმატში, ტარდება 2 დღედ. და თითოეულ დღეს მოსწავლეებს მოუწევთ 3-3 ამოცანის ამოხსნა, თითოეული ამოცანა შეფასდება 7-7 ქულით. და აგრეთვე მოდის, ასე ვთქვათ, ყველა მათემატიკის სასკოლო ყველა თემატიკიდან, ეს იქნება ალგებრა, გეომეტრია, რისუთა თეორია თუ კომბინატორიკა და ამ ამოცანების დაძლევის შემთხვევაში სუპერ სერიის 3 გამარჯვებული მიიღებს შესაბამის ჯილდოებს და აგრეთვე შესაბამის კატეგორიაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებები. სად შეგვიძლია რომ მოემზადოთ, მოსწავლეები მოემზადონ ამ ოლიმპიადისთვის? როგორც უკვე ვთქვი, არსებობს მათემატიკის საოლიმპიადო, სადაც თვით შესაბამის კლასის კვირაში 3 ჯერ ან 4 ჯერ აქვთ ხოლმე საოლიმპიადო წრეები და ამ წრეების სიარული საკმაოდ კარგი იქნება მათთვის, რომ თუ სურთ რაიმე წარმატების მიღწევა ოლიმპიადებში. ასევე ძალიან ცნობილია თქვენი დაარსებული კლუბი, როგორც ვიცი, ბეჭდვის კლუბი სკოლაში, ამაზეც რომ მოგვიყვეთ რამოდენიმე სიტყვით. კი ბატონო, მე ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარ ლუკა ჩახნაშვილთან ერთად, მთავარი ინიციატორი აღნიშნეს რომ ის იყო და დღესდღეობით უკვე აქტიურად ფუნქციონირებს ეს კლუბი და ყოველ ოთხშაბათს მოსწავლეებთ აქვს საშუალება რომ მიეჩვიონ 3D მოდელირებას და შემდეგ უშუალოდ ბეჭდვასაც ისწავლონ. და ბოლოს მთავარი რჩევა რომ მივიცოთ მოსწავლეებს, როგორც გამოცდილმა ოლიმპიელმა და ტურნირელმა, რას მიაქციონ ყველაზე დიდი ყურადღება თუნდაც წარმატების მიღწევა. ალბათ მთავარი რჩევა ის იქნებოდა, რომ თუნდაც მცირედი წარმატების მიღწევა უნდათ როგორც ოლიმპიადებში, ასევე ტურნირებში, აუცილებლად ძალიან დიდი რესურსი უნდა გაიყვან ამისთვის. შესაძლოა და დიდი ალბათობითაც მყისი არ იქნება შედეგი, მაგრამ მოთმინების შედეგად მიიღებენ იმ შედეგს, რომელსაც ალბათ ერთი შეხედვით ვერც კი წარმოადგენენ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. მოგესალმებით წარმატებული კვლევის მორიგ გადაცემით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება დეა დაშინიანი. მან სკოლა წარჩინების დიპლომით დაასრულა და ასევე აიღო FCE Cambridge სერტიფიკატი. მან კავკასიის უნივერსიტეტში ჩააბარა სრული გრანტით და პირველი კურსის ბოლოს ფაკულტეტზე ტოპ-3-ში მოხვდა და სწავლა სრულად დაუფინანსდა. იგი ასევე ერასმუსის გაზეთ პროგრამაში სწავლობდა ავსტრიაში. ახლა გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმებით, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ, ელენე? მეც კარგად. როგორც უკვე აღნიშნე, სკოლა წარჩინები დაამთავრეთ.
უმაღლეს სასწავლებლებს რა კრიტერიუმებით არჩევდით და რას ანიჭებდით მეტ უპირატესობას? პირველ რიგში ავირჩიე განხრა, რომელიც არის ფინანსები ჩემ შემთხვევაში და მინდოდა ამირჩიე ისეთი ბიზნეს სკოლა, რომელიც ფინანსებს მასწავლიდა ძალიან კარგად და ასევე ჩემ კრიტერიუმები იყო, რომ შემძლებოდა ინგლისურენოვან პროგრამაზე მესწავლა, რადგან მომავალში ვიცოდი, რომ ეს ძალიან დამეხმარებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მესწავლა და ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამა ძალიან მინდოდა, რომელიც ინგლისურენოვანი იქნებოდა, რა თქმა უნდა. და ასევე მინდოდა, რომ ჩემ უნივერსიტეტს მოიცა შესაძლებლობა, რომ მესწავლა საზღვარგარეთ ერასმუს პროგრამის ფარგლებში და ასეთი კრიტერიუმები სწორედ კავკასიის უნივერსიტეტმა დამიკმაყოფილა. და შესაბამისად კავკასიის CSP სკოლა ავირჩიე და იქ ჩავაბარე. მადლობა. რამ შეგიწყოთ ხელი, რომ მოგეპოვებინათ საუნივერსიტეტო გრანტი? საუნივერსიტეტო გრანტი მოვიპოვე ჩემი აზრით, ჩემი უნარების წყალობით, რომელიც გამოვიმუშავე ვეკუაში, რადგან სკოლის პერიოდში იმდენი გამოცდა გქონდა, იმდენი დავალება გქონდა და ისეთი პრობლემების გადაჭრა გვიწევდა, რამაც გამოგვიმუშავა ისეთი უნარები, რომელიც ძალიან დამეხმარა მომავალში უნივერსიტეტში დამეძლია ბევრი დავალება გამოცდა და შესაბამისად მარტივად გადავლახე ბევრი რაღაც და მაღალ ქულებს ვაფიქსირებდი. არა მარტო მათემატიკის უნარები, ასევე ისეთი პროფესიული უნარები და პიროვნული უნარები გამოგვიმუშავა სკოლამ, რაც ძალიან დაგვეხმარა უნივერსიტეტში, რომ დამეძლია ბევრი რაღაც და შესაბამისად დავაფიქსირე მაღალი GPA და მოვხდი სამეულში ჩემს კურსზე და ავიღე შიდა საუნივერსიტეტო გრანტი. რა უნარები მოგცათ ვეკუა სკოლამ და მომავალში გამოიყენეთ თუ არა ისინი? ვეკუამ არა მარტო ფიზიკა, მათემატიკა გვასწავლა, ისეთი უნარები მოგცა, როგორც აღვნიშნე, რომ პიროვნულად ჩამოგვეყალიბა, მასწავლებლებმა ისეთი ღირებულებები ჩამოგვეყალიბეს, რომელიც ყოველდღიურად გვეხმარება, ყველას დარწმუნებული ვარ და გვასწავლეს განსაკუთრებით ჩემი აზრით გვასწავლეს არა მარტო მათემატიკა, ასევე გვასწავლეს ჩვენი ქვეყნის სხვანაირი სიყვარული, მაგალითად ისტორია, კულტურა შეგვაყვარეს და ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩემი აზრით მიუძღვის ჩვენ დამრიგებელს ირინა კირვალიძეს, იცნობთ ალბათ და ამ ჩვენმა მასწავლებელმა ძალიან ბევრი ჩადო ჩვენში და არა მარტო ასევე ედემ მასწავლებელმა, რომელიც არ არის ჩვენთან დღეს სამწუხაროდ, თუმცა ამ ადამიანმა იმდენი მოგცა გარდა მათემატიკისა, გვასწავლა უპირობო სიკეთე და სიყვარული და აუცილებლად უნდა ყველა მასწავლებელი უკლებ აღინიშნოს, რომლებმაც ძალიან ბევრი მოგცეს ამ მხრივ და ჩვენ პიროვნებებად რომ ჩამოვყალიბდით, მათი დამსახურება არის. და ეს ყოველდღურად მომავალში ძალიან გვადგება. და მისა ის ფაქტი, რომ ვეკუელი ხარ ასპარეზზე წინ გწევს ყოველთვის და ისინი, ვინც ხართ ვეკუაში, ყოველთვის ხვდებიან მომავალში კარიერაში ყველგან და როცა ვეკუელი ხარ, უკვე შენ კარიერაში უკვე ყველას იცნობ, შენი ნეტვორკი გაქვს უკვე, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. მადლობა. შეგიძლიათ მეტი გვიამბობთ ერასმუსის გაცვლის პროგრამაზე და იქ მიღებულ გამოცდილებაზე? კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ წავსულიყავი გასვლის პროგრამაზე ავსტრიაში, ერთ-ერთ მთავარ სტუდენტურ ქალაქში ავსტრიაში და მესწავლა პროგრამაზე Global Business Program, რომელიც მოიცავდა International Management-ს და მქონდა შესაძლებლობა მყოლოდა ისეთი ლექტორები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში და საუკეთესო გამოცდილება იყო, ყველას ვურჩევდი, რომ მიიღოს მონაწილეობა ამაში, რადგან არა მარტო სწავლის მხრივ და განათლების მხრივ, ასევე ის იმდენ ადამიანს გაიცნო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქ არ იყვნენ მარტო ევროპელი სტუდენტები, იყვნენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და იმხელა ნეტვორკი დავამყარეთ მართლა მსოფლიოს მასშტაბით, რომ ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეს ყველაფერი და როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი დღე ერასმუსის გაცვლის პროგრამაში? ერთი ჩვეულებრივი საუნივერსიტეტო დღე განსხვავდება ძალიან ქართული საუნივერსიტეტო დღისგან, რადგან როცა ხარ ერასმუსის გაცვლის პროგრამაში, შენ ატარებ დროს უამრავ
ადამიანთა, რომელიც სულ განსხვავებული კულტურა აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან მსოფლიოს მასშტაბით და შეგიძლია რომ ცენტრალური ევროპიდან იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყნებში უმოკლეს დროში და გაატაროს საუკეთესო დრო, მიიღოს საუკეთესო განათლება და ისეთი უნარები გამოიმუშაო, რომელიც ძალიან დაგეხმარება პროფესიულ, კარიერულ და ასევე პიროვნულ ზრდაში მომავალში. და რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება შედეგად პროფესიაშიც ძალიან წინ წაკწევს და კონკურენტუნარიანი გახდები უფრო მეტად. მადლობას გიხსნით ესეთი საინტერესო პასუხებისთვის, წარმატებული კვლევები კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. ნახვამდის. ნახვამდის და ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ქართველი მეცნიერები და მე მისი წამყვანი მაშო ბროძელი ვარ. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ გამოჩენილ ქართველ ფიზიკოსსა და ასტრონომზე ევგენი ხარაძეზე. გამოჩენილი მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ევგენი ხარაძე დაიბადა 1907 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. მისი მამა კირილ ერკინიგზის მომსახურე იყო, ამის გამო ოჯახს ხანგრძლივად მოუხდა სადგურ წიფაში ცხოვრება. ხარაძეების 7-სულიან ოჯახს დროის საგრძნობი ნაწილი იმერეთში, ხარაგაულის რაიონის მაღალმთიან სოფელ ფარცხნალში აქვს გატარებული. ამ სოფელში დღესაც დგას პატარა ოდა სახლი, რომელიც დღესაც ისეთია, როგორიც ხარაძის ბაბუის დროს იყო. სწორედ ამ ეზოშივე ტკბებოდა პატარა ევგენი მის უფროს ძმასთან, არჩილთან ერთად ღამის ცის მშვენიერებით. აქ არჩილთან საუბარში ჩაისახა ასტრონომიისადმი ასეთი დიდი ინტერესი და სიყვარული. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ხარაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. 1931 წელს იგი ჩაირიცხა ლენინგრადის სახელმწიფო ასტრონომიული ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1934 წელს დაასრულა. 1936 წელს ხარაძემ ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1958 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია. 1937 წელს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ევგენი ხარაძის ინიციატივით გაიხსნა ასტრონომიის კათედრა ამ განხრით სპეციალისტების მომზადების და გამოშვების უფლებით. თავიდან კათედრაზე ხარაძის ჩათვლით სულ 4 თანამშრომელი მუშაობდა. აბასთუმნის ობსერვატორიამ თავისი მუშაობა ვარსკვლავთშორისოში თანთქმის, მაშინ სულ ახალი, ურთულესი პრობლემით დაიწყო. მან თავის ძირითად მიმართულებად გალაქტიკის სტრუქტურის კვლევა აირჩია. ძალიან მალე ამ მიმართულებით ევგენი ხარაძის მიერ შესრულებულმა პირველმა ფუნდამენტალურმა ნაშრომმა ვარსკვლავთშორისი სინათლის თანთქმის გამოკვლევა ფერის მაჩვენებელთა მეთოდით ობსერვატორიას ფართო აღიარება მოუპოვა. ევგენი 1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე. ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკვლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი ნივთიერების სირთულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს. ხარაძემ შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ფოტოვიზუალური ვარსკვლავური სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები. მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის თანთქმა გალაქტიკაში. ხარაძის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დაარსებულ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში განხორციელდა მრავალი საყურადღებო ასტრონომიული დაკვირვება და გამოკვლევა. მან დიდი მუშაობა გასწია ეროვნული ასტრონომიული კადრების მომზადების საქმეში. ევგენი ხარაძე გარდაიცვალა 2001 წლის ოქტომბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ხარაძის გარდაცვალების შემდეგ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მისი სახელი მიენიჭა. დღეისათვის სულ ეს იყო რუბრიკა ქართველი მეცნიერები, გემშვიდობებად შემდეგ პარასკევამდე. მოგესალმებით. ეთერშია ვეკვატივის მორიგი გადაცემა და მე მისი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იუთუბერი სალომე სალი გახლავთ. ზოგადად იუთუბერობა და ინფლუენსერობა, როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ ახალი და განვითარებადი პროფესია, რაც მას ჩემს ხელში საკმაოდ უფრო საინტერესოდ აქცევს. პირველ რიგში სალი, დიდი მადლობა ჩვენთან მოგბრძანებისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ზოგადად ბევრი ფიქრობს, რომ იუთუბერობა მხოლოდ ჰობია. შენთვის თავისი სერიოზული პროექტი იყო თუ თანდათან გახდა როგორც
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ ესე სტუმრად. პირველი გადაცემა სხვათა შორის, სადაც მიწვეული ვარ და დიდი პატივია და მადლობა კიდე იმისთვის, რომ ზოგადად ამ სფეროთი დაინტერესდით, იმიტომ რომ ასე თუ ისე საქართველოში ცოტა ახალი სფეროა და განსაკუთრებით ეს ახალი თაობა რომ ინტერესდება, ძალიან მიხარია. ჩემს ისტორიას რაც შეეხება, ესე თავიდან მოვყვები, რომ რაღაცა მოკლედ არ გამომივიდეს. უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, მაგ პერიოდში დავიწყე პარალელურად ჩემი მეგობრის დახმარება, ანუ ვიდეოებს აედიტებდა, ის უკვე გამოცდილი იუთუბერი იყო, ასე თუ ისე და მე ვეხმარებოდი ვიდეოების თარგმნაში რა. საგანმანათლებლო კონტენტს აკეთებდა და მეც რაღაცა უნივერსიტეტში დავდიოდი, იქ რაღაც თავისუფალი დრო მქონდა და მინდოდა რაღაცა პროდუქტიულად გამომეყენებინა და მანამდე YouTube-ს ვიყენებდი როგორც მუსიკალურ პლატფორმას, ანუ არ ვიცოდი თუ მუსიკების გარდა YouTube-ზე იდებოდა სხვა სტილის ვიდეოებიც, იმდენად რაღაც ბუმერი ვიყავი ამ საქმეში რა და ჩემმა მეგობარმა უფრო და უფრო ბევრი რაღაც მასწავლა YouTube-თან დაკავშირებით და მეც ახლა უფრო და უფრო განვითარდი რაღაცა მომეწონა იქ გავიგე რა უარყოფითი დადებითი მხარეები აქვს და დავიწყე მე ედიტის სწავლაც მონტაჟი ჩამithრია და ანუ უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი ამ სფეროში და მაგ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება რომ მომავალში მექნებოდა ჩემი პერსონალური არხი. ოღონდ პერიოდში დავდიოდი ჰიპ-ჰოპზე, ჰიპ-ჰოპს ეკვლევდი და სულ წარმომედგინა რომ აი ჩემი პერსონალური არხი რომ მექნება, ცეკვის ვიდეოებს გადავიღებ, ცეკვის კონტენტი მექნება და ასე შემდეგ და ნუ სამართალზე ვსწავლობდი და გარკვეული პერიოდის მერე მივხვდი რომ ეს სამართალი არ იყო ჩემი სფერო რა, მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ოცნებობდი რომ რაღაცა დეტექტივი გამოვიდოდი და ასე შემდეგ და მივხვდი რომ აი YouTube-ი უფრო ახლოს იყო ჩემს ასე ვთქვათ, ჩემს შინაგან სამყაროსთან ვიდრე სამართალი და მაგ მომენტში მივხვდი რომ აი ეს ის საქმე იყო, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გავაკეთებდი. ასე რომ სერიოზულად შევხედე მაგ პერიოდში კი. ხობად არასდროს არ აღმიქვამს ეს სფერო. კი ბატონო. როცა თვითონ უშუალოდ ვიდეოს იდეაზე მუშაობ, უფრო მეტად შენი ინტერესები განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტს თუ მაყურებლების მოთხოვნები და რომელს მოჰყვება შესაბამისად უფრო უკეთესი გამოხმაურება. მაგარი კითხვა ეს. როგორ არის იცი? აი მაგალითად დილით რო გავიღვიძე და რაღაც გავხსენი სოციალური ქსელები, იქ რაღაც TikTok-ი, იქ Instagram-ი, იქ რაღაც YouTube shorts-ები, შემხვდა რაღაცა სასაცილო ვიდეოები და ჩემზე იმოქმედა პოზიტიურად რა, რაღაც მომეწონა, მაგრად რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი, რაღაც ისეთი მხიარულ ტალღაზე დავდექი, აი ის შეგრძნებები, ის პოზიტივი, რაც მე გამიჩნდა და რაც რა გავლენაც მოახდინა ჩემზე ამ ვიდეოებმა, აი მინდება რომ ეს შეგრძნება ჩემ გამომწერებს გაუზიარო და აი იმ დღეს მაგალითად იმ ვიდეოს გადავიღებ სიტყვაზე თუ აღმოჩნდი საზღვარგარეთ ან საქართველოს სხვა კუთხეში წავედი, იქ ვლოგს უეჭველი გადავიღებ. იმიტომ რომ მინდა რომ ჩემი მაყურებელი მიხვდეს მე რა ტიპი ვარ და მე ზოგადად სამყაროს როგორ აღვიქვამ. ანუ მინდა რომ აი მე ხო სხვანაირად აღვიქვამ მაგალითად სამყაროს შენს შენებურად აღვიქვამ და მინდა რომ მე როგორ თვალთაც ვხედავ ამ სამყაროს ის პერსპექტივა დავანახო ჩემს გამომწერებს, იმიტომ რომ მიხვდეს ზოგადად რანაირი ფსიქოტიპი ვარ და ვიდეოს გამო, ესე ვთქვათ, სპეციალურად სხვა ადგილას არ წავალ, იმიტომ რომ ვიდეო გადავიღო რა, თუ მომეცა რაღაც ის შესაძლებლობა რომ აი ამ მომენტში მოდი ავდგები და ამ ვიდეოს გადავიღებ, მაგ მომენტში გადავიღებ, მაგრამ ის რომ რაღაც ცხოვრება გავითულო და ვიდეოს გამო სხვაგან წავიდე და იქ გადავიღო და რაღაც ეგეთები არა. თუმცა აი რო თქვი გამომწერების მოთხოვნები და რაღაც ისეთები, ეგეც მნიშვნელოვანია რა და ტრენდებიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ მაგალითად ახლა ბევრი გამომწერი დავაგროვოთ ან ბევრ ნახვაზე ავიდეს ჩვენი ვიდეოები, ტრენდს უეჭველი უნდა აუყვეთ. და ეს შეიძლება ის ტრენდი რაც არის მაგალითად არ იყოს ახლოს ჩემ რაღაცა პიროვნებასთან რა, ეხლა მაგალითად პირამიდებზე რო გახდა რაღაც ახალი კვლევა რო ჩაატარეს თუ იცი ხო იცი მაგაზე მაგალითად ბევრმა გადაიღო ვიდეო რა და რაღაც ტრენდული იყო და მაგაზე თუ იღებდი ვიდეოს უეჭველი ბევრი ნახვა გექნებოდა და მე ხა მაგალითად მაგ სტილს ვერ მოვერგები მაგ ტრენდს და ვერ გადავიღებ ვიდეოს მაგაზე იმიტომ რომ ჩემთან ახლოს არ არის რა ვარ ის ტიპი რომ დავჭირდე რაღაცა საგანმანათლებლო თემაზე ვისაუბრო. თუმცა შემიძლია მაგალითად რომ ეგ ტრენდი ჩემს ვიდეოს ისე შევურწყა რომ ჩემ ინტერესებიც იყოს და ის ტრენდიც მოვარგო რაღაც ხელოვნურად და გამომივიდეს.
შენს ვიდეოებში უნდა შეინარჩუნო შენი გულწრფელობა და თუ გინდა რომ მაგალითად ტრენდს მოარგო რაღაც შენი ვიდეოს შინაარსი, ეს უნდა ქნა რაღაცა ისე რა, ბუნებრივად. რთულია, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად გამოსვლადი არის. ზოგადად ამის გარდა და სამწუხაროდ ნეგატიურ ხალხს ვერც ცხოვრებაში და ვერც ინტერნეტში ვერ დანას სამწუხაროდ. როგორ იყო პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკას შეხვდი და როგორ გავუმკლავდი მას? კი, სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ რას ვიზამთ. თავიდან სიმართლე რომ გითხრა, უფრო დიდ ნეგატივს ველოდი, მაგრამ რაღაც შედარებით ცოტა ისეთი ნეგატივი წამოვიდა და რა თქმა უნდა, ეხლა წყინდა, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ვიყავი ამ სფეროში გამოუცდელი და მაგ მომენტში უფრო გაინტერესებს ხვების აზრი, იმიტომ რომ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში და შესაძლებლობებში და არ იცი მართლა გამოგდის თუ არა ეს საქმე და მაგ მომენტში თითქოს ახალბედა რო ხარ, აი წყინს და გული გტკივა ეგეთი რაღაცები, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ისე ვუყურებ, რომ ეგ ნეგატივი, როცა ზოგადად ახალ საქმეს იწყებ, ეგ ნეგატივი ყოველთვის მოდის ხალხისგან, რაღაცა ნეგატიური უკავშირი უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური და ეგ ხდება, იმიტომ რომ ისევ მაგალითად მე გავძლიერდე სიტყვაზე, ჩემ შემთხვევაში მე წავიდე წინ და უფრო მეტი გამოცდილება ხო და ანუ მე განვითარდე რა, თუ მინდა რაღაცა დიდ მწვერვალს მივაღწიო და მაგალითად ბევრი გამომწერიანი იუთუბერი ვიყო, ეგ უეჭველი უნდა გადავლა, ხო, იმიტომ რომ წარმატების მიღწევის ერთ-ერთი პირველი საფეხური არის ეგ. ეხლა როგორ ვაღუცი, აი თამაში რო წარმოიდგინო რა, თამაშის სტრუქტურა როგორც არის. თუ გინდა რომ თამაში დახურო, რა უნდა გავაკეთო, მაგალითად გაქვს ლეველი 1, ლეველი 2, ლეველი 3 და ასე შემდეგ. ანუ იმ მწვერვალზე რომ მიხვიდე, ესენი უნდა ჩახურო რა და აი ლეველ პირველს რო დაამთავრებ და სიტყვაზე მე-1000-ზე რო ხარ, ეს პირველი დონე ხო ძალიან ისეთი ლაითი გეჩვენება და ამაზე როგორ ჩავიჭერი და რაღაცა ცხოვრებაში რო გადმოვიტანოთ, ეგ ზუსტად ეგრეა რა, ანუ ნეგატიურ დამოკიდებულებას რო დაძლევ და უარყოფით კომენტარებზე რეაქცია რო აღარ გექნება, მერე გამოჩნდება რაღაცა სხვა უსიამოვნება, მერე იმ უსიამოვნებას რომ მოვაგარებ, კიდე სხვა უსიამოვნება და ესე რა, ანუ თუ გვინდა რომ რაღაცა მართლა დიდს მივაღწიოთ ცხოვრებაში, ყოველთვის ეს სამყარო გწდის და გვეგზავნის რაღაც პატარ-პატარა პრობლემებს და რაღაც გამოწვევებს უფრო ზუსტად, რომ ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ამ დიდს ვიმსახურებთ და ჩვენ მივიღოთ გამოცდილება და ჩვენ გავძლიერდეთ და ეხა ისევ არა, საერთოდ აღარ მოქმედებს. გამოცდილება მიცის ეგ. ბატონო, ეხლა გამწევებზე საუბრისას, ანუ რა თქმა უნდა ეს ყველა კარიერაში არსებობს და ბევრი მათგანს არ განსხვავება ერთმანეთისგან და სხვა რა გამოწვევები და დაბრკოლებები შეგხვედრია შენ როგორც იუთუბერს? ერთი როგორი რაღაც იყო, იცი? აი მე რასაც მივხვდი, აი როცა ვიდეოს დებ მაგალითად, არასდროს არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ ვიდეოს რაღაცა შედეგი ექნება. შენთვისვე ცუდია რა, იმიტომ რომ თუ ვიდეოს აკეთებ და ორიენტირებული ხარ იმაზე, რომ მოდი აბა ამ ვიდეოს რამდენი ნახვა ექნება, ან რაღაც მოლოდინი გაქვს, რომ თუნდაც ერთი ნახვა გქონდეს, ეგ ძალიან ცუდია. არ უნდა იყო ორიენტირებული შედეგზე, გააკეთე ვიდეო, დღეს დადე, ხვალ მერე სხვა ვიდეოზე დაიწყე მუშაობა და არ უნდა დაარეფრეშო და ანალიტიკა სულ არ უნდა ამოწმო. რა ორიენტირებული უნდა იყო იმაზე, რომ შენი მომდევნო ვიდეო ყოველთვის უნდა სჯობდეს წინას. და ეგ გაკვეთილი ვისწავლე, რომ ესე არ უნდა ვარეფრეშო სულ და ანალიტიკას არ უნდა უყურო, იმიტომ რომ მაგალითად ერთი ნახვას თუ არ მოემატა, მერე რაღაც мотиваციას გიგდებს და აზრი არ აქვს ამის გაგრძელებას და რაღაც ამ ვიდეოს თუ არ ქონდა ნახვა და 10 დავდე და იმასაც არ ქონდა, ესე იგი არ ვარგა და რაღაცა ეგრე არ უნდა ვიფიქრო, მაგას მივხვდი. და ყოველთვის წინ უნდა ვიყურო რა, ამ ყურებაში გულისხმობ იმას, რომ იმაზე უნდა ვორიენტირდე, რომ შემდეგი ვიდეო იყოს უკეთესი. წინა დავდე, დავიკიდე, აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ თუ შემდეგი ვიდეო არ დავდე, ის ვიდეო, რაც აქამდე მიდევს ვიდეოზე, იმას არ აქვს იმის შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს და YouTube-ზე ყოველთვის ეგრე არის, ეგრე მუშაობს ალგორითმი, რომ თუ არხი გივარდება და ვიდეო ვარდება თავიდან ყოველთვის ერთი, ეგ ვიდეო არის არა უახლესი, არამედ ძველი, პირველი რა. აი მაგალითად თუ 4 წელი დებ ვიდეოს, ყოველთვის გაგიგვარდება რაღაც პირველ მეორე წელს დადებული ვიდეო. და ამიტომ ეგ გაკვეთილი მივიღე, რომ წინ უნდა ვიყურო მაგ შემთხვევაშიც. მომდევნო ვიდეოზე უნდა ვიფიქრო და არა შედეგზე ვიყო ორიენტირებული. კი ბატონო, საბოლოოდ ასე მეინტერესებს, რომ შევკრათ ასე რომ თქვენი გადაცემა, რას ურჩევდით ყველაზე მთავარი
რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა იუთუბერებმა. ამ ყველაფრის გარდა რაც ხმობდა რაც გაისაუბრა. კი, აი, ბოლოს განსაკუთრებით ურჩევდი, რომ აი დამწყები იუთუბერი როცა ხარ, ვიდეოს რო აკეთებ, აი ძალიან აღფრთოვანებული ხარ და აღწყინებული და აი რო დადებ აი ეს რაღაცა ლეკვის თვალებით უყურებ და მომემატება, ნახო არ მომემატება და აი გინდა რომ რაღაცა რო დაარეფრეშებ 10 ნახო მაინც გქონდეს და ეგეთი მოლოდინი არ უნდა შეიქმნან, ჩემი რჩევა იქნება და არც უნდა დანებდნენ, ანუ თუ გადაწყვეტეს რომ მაგალითად უნდა იუთუბერობა და სერიოზულად შეხედეს, უნდა შეხედონ პერსპექტიულად რა. შეიძლება 1 წელი დადო ვიდეო, 2 წელი დადო, 3 წელი, 4 წელი იუთუბერი იყო, მაგრამ შედეგი არ ნახო და მე-5-6 წელს უეჭველი გაგივარდება, ანუ რა შრომასაც ჩადებ და რა ძალისხმევასაც გასცემ, უეჭველი დაგიბრუნდება. ამიტომ პირველ რჩევა ეგ იქნება, რომ არ დანებდნენ ნახობს არ მიაქციონ ყურადღება და მეორე რჩევა იქნება ის, რომ ვიდეოებში იყვნენ გულწრფელები. ანუ ხელოვნური ტიპი არ უნდა იყო. როგორი ტიპიც ხარ ცხოვრებაში, ისეთ ტიპი უნდა იყო ვიდეოებში და ცხოვრებაშიც გულწრფელი უნდა იყო. ხო. ეგ რჩევა მექნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დროის გამონახვისთვის. მადლობა შენ. რომ მომიწიე. ყოველში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ და ასეთ წლას. ამ ჩვენი რუკად დასაწყისს მივხახავ და ვეკვატის მაყურებლებს მომავალ კარგსკამ და გეფშილობებით. ნახვამდის. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ გადაცემა. მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით.